დავიწყოთ მაშინ და შემოგვემატება ვისაც უნდა კიდე შემოსვა. ხო, დღევანდელი საუბარი ჩართულია? დღევანდელი საუბარი შეეხება ჩვენს ბავშვებს, შვილების აღზრდას, ბავშვების აღზრდას, რადგან ქრისტიანისთვის ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ალბათ სხვა არ არსებობს, რადგან უფლისმცემლობაა, რომ ვინც ზიანი მიაყენოს ბავშვს, პატარა ბავშვს ურჩევნია მას, რომ ცისქვრის დოლაბი დაკიდონ და უსკრულში ჩააგდონ, ისეთი მძიმეა ბავშვის წინაშე ჩადენილი ცოდვა. ამიტომ ქრისტიანი ამაზე უნდა ფიქრობდეს. აი ჩვენ სამრევლოშიც მეც აი ვინც იცის ახლობიც ახლობლები არიან, ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ რა იქნება 20 წლის შემდეგ, რა იქნება 30 წლის შემდეგ, ჩვენ რომ მოხუცდები, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, ჩვენი შვილები ხომ გადაიბარებენ ამას? მე სულ მაინტერესებს, ვფიქრობ ხოლმე ამაზე და მაინტერესებს ხოლმე, რომ ვინ გადაიბარებს ამას, აი ვინ გააგრძელებს ამ ხარების ქადაგებას. ხო, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე, რომ ჩვენი შვილები აღზარდოთ მორწმუნეებად. აი ეს ბავშვები, ასაც აქ ვისაც ხედავთ ხოლმე, ჩვენ იმიტომაც მე მინდა ხოლმე, რომ გერმანულადაც უთხრა მათ ყველაფერი. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ დაიბადნენ ეს ბავშვები. ჩვენ უკვე 24 წელიწადია აქ ვარ და ისინი ჩვენს თვალწინ დაიბადნენ, გაიზარდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ალბათ მათ დავანახეთ. ხომ ასე იყო? 21 წლის წინ დაარსდა, 23 წლის წინ დაარსდა ეს სამრევლო და ესენი აქ გაიზარდნენ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი თავის ნაყოფს გამოიღებენ. როცა მოვა დრო, ამოხეთქავს მათგან ის, რაც მათ ნახეს და გამოიღებენ. რადგან აი ამით მინდა დავიწყო საუბარი, იგავთა წიგნში წერია ბიბლიაში. სოლომონი ამბობს იგავთა წიგნში, რომ ყმაწვილი მისი გზის დასაწყისიდანვე გაწრთვენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას. ღმერთის მცნებაა, ბიბლიის მცნებაა, რომ გზის დასაწყისშივე გაწრთვენი მიაჩვიე და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას. კი არ გადაუხვევს სიბერეში და დასულ ასაკში მიუბრუნდება იმას, რაც ბავშვობაში უნახავს. ასე ხდება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს. ამიტომ მეტი არაფერი არ არის საჭირო, მაგალითი აჩვენე, გაწრთვენი, დაანახე და ის ამოხეთქავს და გააკეთებს ისე, როგორც უნახავს ბავშვობიდან. მე მინდა დღეს რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელზეც ხშირად კითხვებს სვამენ ხოლმე მორწმუნენი. აი მეც ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ როგორ მოვიქცეთ ბავშვებს. პირველი, ყველაზე მთავარი რაც არის, ამით მინდა დავიწყო. პირველი, როგორ ვასწავლო რწმენა ბავშვს. აი როგორ მივაჩვიო, რომ ქრისტიანი გახდეს. რომ არ იყოს მეტი, რომ არ გადავღალო, რომ არ დავტვირთო, რომ არ შევაძულო სულ სარწმუნოება. ხო, ბავშვს რომ აძალებ, ის არ უნდა მის გაკეთება. აი როგორ გავაკეთოთ? როგორ მიუდგეთ ბავშვს? იმიტომ რომ მას ხომ ნორჩი ფსიქიკა აქვს, მას ხომ შემეცნებად ნორჩი აქვს, ისეთი ძლიერი არ არის მისი. აი როგორ მივაწოდოთ ეს ყველაფერი? აი უნდა ბუნებრივად მას შენ აჩვენო რა არის სარწმუნოება. აი ბუნებრივად. ყველაზე მთავარი არის, რომ მას შენი მაგალითით აჩვენო. ის რა არის სარწმუნოება? აი როგორ უნდა იცხოვრო? აი მაგათ სულ ელემენტარულ მაგალითებს გეტყვით. აი მაგალითად სულ მომყავს ხოლმე ეს მაგალითი, რომ ჩემი შვილი რო გახდა 15 წლის, მოინდომა რომ აი ეს ბავშვებიც ასე არიან ახლა აქ ვინც მოდიან. აი ზუსტად ეს იგივე კითხვებს მე უნდა მიყო. ისე რომ მე უნდა დავიწყო ბიბლიის კითხვა, მაინტერესებს რა წერია. მინდა დავიწყო კითხვა რომ გავიგო. მე გამიკვირდა რომ რატომ მოვიდა ეს თავში მას? რატომ აი საიდან? რატომ მოვიდა? რამ დააინტერესა? მაგრამ რა ვიცით, აი მე ჩემთან როცა ხედავდნენ ხოლმე ჩემს ცხოვრებას, სულ მაგიდაზე, საწერ მაგიდაზე დევს ბიბლია. ხან გადაშლილია, ხან რაღაცა მონიშნულიაში, ხან იქვე გერმანული ბიბლიაც დევს ხშირად, ხან ეტყობა რომ ვიღაცა ამას კითხულობდა, მუშაობდა, ხო, რაღაცა სწავლობდა. იქ ხატია სახში, ხაც ანთელი ჩანს. ამას ბავშვობიდან ხო უყურებდა. თქო და უყურებდა ამას ბავშვობიდან. და ეს მან თვითონაც ისე რომ ვერ გაიგო ეს ჩაიბეჭდა მასში, ჩაიმახსოვრა, მასში აღიბეჭდა მის სულში. და რო გახდა დასრულობაში რო შედის 15-16 წლის, დაიწყო მიბრუნება იქითკენ რაც უნახავს. გესმით? ამაზე კარგი მეთოდი არ არსებობს. აი ხანდახან მოდიან ხოლმე ჩემთან მშობლები და მეუბნება რომ აი მამა რა ვქნა ჩემი შვილს არ უნდა ეკლესიაში სიარული. რამდენი წლისაა თქვენი შვილი? ვეკითხები 16-ის, 17-ის. თვითონ ეს ქალი თვალით არ მინახავს მე.
თვალით არ მინახავს. აქ ცხოვრობს 20 წელიწადია მიუნხენში ან სხვა ქალაქში, რაც მე ჩავდივარ. და ახლა უკვირს რომ მისი შვილი რატომ არ არის მორწმუნე, რატომ არ აინტერესებს? იმიტომ ქალბატონო რომ შენ თვითონ ეს 16 წელიწადი მისთვის არ გიჩვენებია არაფერი. და იმიტომ არ არის მორწმუნე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა ახლა ბიბლიიდან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც ამას გვიდასტურებს, რომ ეს ასეა. ყველას უყვები ხოლმე ამ მაგალითს, იმიტომ რომ ბევრმა ეს არ იცის, ბევრს არ აქვს ეს შემჩნეული. თქვენ გახსოვთ მოსეს ისტორია. ხო, მოსე არის ებრაელებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი, ხო? მოსე წინასწარმეტყველი მოსე. მათი ერის წინამძღვარი, ხო? აი მოსეს ცხოვრება არის აღწერილი ბიბლიაში ისე, როგორც შეიძლება არც ერთი სხვა ადამიანის. და მოსეზე რა არის ნათქვამი, რომ 40 წლის რომ გახდა მოსე, ესეთი შემთხვევა მოუხდა მას. მოსე იზრდებოდა ეგვიპტის ფარაონის კარზე, ხო? ხო, ყველა მეცით, ეგვიპტის ფარაონის კარზე იზრდებოდა, ფარაონის ქალიშვილმა იშვილა, რადგან გადაგდებული იპოვეს ბავშვი მოსე, რადგან იმ დროს ეგვიპტელები კლავდნენ ებრაელების შვილებს, იმიტომ რომ ძალიან მრავლდებოდნენ ებრაელები და ამიტომ ბავშვებს, თოთო ბავშვებს აგდებდნენ ხოლმე ებრაელები, რომ ვინმეს იქნებ წაეყვანა, იქნებ გადარჩენილი იყო ცოცხალი და მოსეც ასე მისმა მშობლებმა ჩასვეს კალათაში და დატოვეს დინარის პირას და შემთხვევით იპოვეს სასახლიდან მოსულმა ხალხმა და წაიყვანა და სასახლის კარზე იზრდებოდა მოსე 40 წლამდე. წარმოიდგინე. და 40 წლის რო გახდა მოსე ახალგაზრდა ხო ძლიერი კაცია, მოხდა ესეთი შემთხვევა მის ცხოვრებაში, რომ ხედავს, რომ ეგვიპტელი ზედამხედველი სცემს ებრაელს და ბრაზი აინთო მოსეში. იფეთქა რაღაცა ბრაზმა. კაცო, ეგვიპტეშია გაზრდილი, სასახლის კარზე. ამ ებრაელებთან, რომელსაც მონება თამუშავებენ, რა საქმე აქვს მოსეს? რა საქმე აქვს? ხო და მოკლა ეს ეგვიპტელი წინასწარმეტყველი, რომ ისე სცემდა, ჩაგრავდა ებრაელს, რომ მოკლა. მეორე დღეს დაინახა, რომ ებრაელს ჩაგრავს, ეხლა თავი ებრაელს. და ეუბნება, კაცო, ეს ხო შენთვის ტომია, რატო ჩაგრავ ამას? და ისე ეუბნება, რომ შენ ვინ დაგაყენა ჩვენ ზედამხედველად? ხო არ გინდა მეც მოკლა, როგორც ისე ეგვიპტელი მოკალიო და ეგვიპტელი მოსე მიხვდება, რომ უნდა გაიქცეს თორე მას ციკლი დასჯიან აიმის გამო რაც ჩაიდეო ეგვიპტელი მოკლა. და გარბის მოსე 40 წელი არის უდაბნოში სხვაგან ცხოვრობს და 80 წლის როა შემდეგ ბრუნდება და შემდეგ გამოყავს ებრაელები მონობიდან, ხომ ასეა? შემდეგ. რატომ აენთო მოსეს ბრაზი იმ დროს, როცა ნახა რომ ებრაელს ჩაგრავენ? ეს ადგილი ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შემშემ. აი რატომ? რატომ? იმიტომ რომ ებრაელმა დედამ გაზარდა. აი შალვა მიცის. იმიტომ რომ გაზარდა ებრაელმა დედამ და რატო? იქ მოსე რო დატოვეს თოთო ბავშვი იმ კალათაში, მისი და იქვე ჩასაფრებული იყო და ელოდებოდა ვინ წაიყვანდა რომ ენახა რომ კვალი ამ ბავშვის არ დაეკარგათ, რომ დაინახა რომ ეგვიპტელებმა წაიყვანეს, მივიდა ეს და პატარა გოგო და უნება ძიძა ხო არ გინდა მოგიყვანოთო და წავა და დედამის მოუყვანს. და 2-3 წელიწადი დააკვირდით ამას, სანამ ძუძუს მოსწყვეტავენ მოსეს ვინ ზდის მას? ებრაელი ქალი. საკუთარი დედას ზდის ებრაელი ქალი. ახლა 3 წლის ბავშვმა რა უნდა ისწავლოს? აი მითხარით. ბიბლიას ვერ წაუკითხავდა ეხლა, ვერც ალბათ ებრაულად ელაპარაკებოდა, უმღეროდა, რაღაცებს ეუბნებოდა, მაგრამ იმხელა მუხტი ჩადო იმ 3 წელი და 3 წლის რო გახდა, წაიყვანეს ისე ეგვიპტელებმა წაიყვანეს და გაზარდეს შემდეგ სასახლის კარზე. 3 წელიწადში იმხელა მუხტი ჩადო იმ დედამ მოსეში, რომ 40 წლის რომ იყო ამოხეთქა ებრაელების სიყვარულმა. გესმით? აი იმან რაც 2-3 წლის და პირველ 2-3 წელიწადში დედამ ჩათესა, მოსე აქცია ებრაელი ხალხის წინამძღოლად. ახლა ხო უნდა გვესმოდეს ჩვენ რამხელა მნიშვნელობა აქვს პირველ 2-3 წელიწადს და შემდეგ წლებსაც რა თქმა უნდა, ხო? ხო უნდა გვესმოდეს. ანუ პირველ 2-3 წელიწადს რასაც მოასმენინე ბავშვს და აყურებინე ბავშვს, ის ამოხეთქავს და იმას გააკეთებს მე თავის ცხოვრებაში. ჩვენ პატარა რო ვიყავი მე მაგალითად სახში ხატები არ ქონდა. იმიტომ რომ ხო იცით როგორ ცხოვრება იყო საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა პერიოდში და მაგრამ დედაჩემ საიდანაც ჟურნალებიდან ამოუჭრია რაღაცა კათოლიკური ღვთისმშობლის ის იყო ფრესკა და ის ქონდა თავის ოთახში. იმას ეგონა რომ ის ხატი იყო, არც მან არ იცოდა. მე დღემდე მახსოვს ის ხატი და დღემდე მაქვს არის ჩემთან სახში ის ხატი სადღაც მე შევინახე.
მე შევინახე ის, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის ღვთისმშობლის სახება იყო ის და ქრისტე რო უჭირავს ხელში. თუმცა კათოლიკურია ის ხატი, გესმით? მაგრამ ის იყო პირველი ის ჩემთვის, ის რაც ჩემში ჩაითესა, რომ ეს რაღაცა წმინდაა. რაღაცა მნიშვნელოვანია, იმიტომ დედაჩემს მოწიწებით ჰქონდა შენახული და ხანდახან შვილებს ავედრებდა მე თქვა თუ იმ ღვთისმშობლის ხატს. თუნდაც არ იცოდა, არც ბიბლია არ გესმით? და აი ასე რჩება მეხსიერება ბავშვში იმის, რასაც ვანახებთ და რასაც ვასწავლით და ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია და თან ყველაზე ადვილი გასაკეთებელი ეს არის. შეიძლება ბიბლია ვერ აუხსნა, ხო? შეიძლება ბიბლიის განმარტება არ იცოდებ ისე შენ სრულყოფილად, მაგრამ ამდენ ჩვენება ხო შეგიძლია, რომ ლოცულობ, რომ კითხულობ სახარებას, რომ ცნებებზე ლაპარაკობ, აი ეს არის ყველაზე მთავარი, რითაც უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის აზრდა. და კიდევ ერთი საკითხი, ნახეთ, ერთი საკითხი. ხანდახან ამბობენ ხოლმე მშობლები, რომ ბავშვიო ვერ გაიგებსო. აი რომ წაუკითხო სახარება, გონიათ რომ ბავშვი ვერ გაიგებს. მართლა ასეა? ყველაფერს იგებს ბავშვი. ყველაფერს თან სახარება ისეთი ღვთაებრივი ენითაა დაწერილი, მარტივი ენით და კასაგები, კონკრეტული მოკლე დამოხტული ამ აზრებით ენით, რომ ბავშვი ამას ძალიან კარგად გაიგებს. ამიტომ ბავშვობიდანვე დასვით ბავშვები და უკითხე ეს სახარება. რაც მის გონებას სჭირდება, იმას შეითვისებს. რაც მისთვის ჯერ რთულია, იმას აისხლებს და არ არის პრობლემა არ არის, ის ამას არაფერი არ მოუვა ბავშვს. მან იცის რა უნდა დაიტოვოს, რა უნდა აისხლიტოს. გესმით? და 5 წლის რო იქნება, უფრო მეც დაიტოვებს. 7 წლის უფრო მეც და ასე ნელა ღვთის სიტყვა იცოცხლებს მასში და ყველაფერს იგებს ბავშვი. ხო? აი, თქვენს ხო ამოგიცდიათ ეს ბავშვს რომ კითხვა, წაუკითხეთ ბავშვს სახარები და რომელიმე ადგილი და კითხეთ როგორ ესმის. ზუსტად გაგიმარტავს ბავშვი. ზუსტად, რატომ? იმიტომ რომ ნათელი სუფთა წმინდა გონება აქვს, მას ცოდვით შებრალული არ არის მისი გონება ჯერ და აი აზრი სახარებაში რაც აქვს იმ მონაკვეთს ზუსტად გაგიმარტავს. ესმის მას ეს, გესმის და აი ჩვენ რატომ უნდა მოვაგლოთ? მოდით კითხვები ბოლოს იყოს ლია რომ არ შევააფერხო. და რატომ უნდა მოვაგლოთ ეს? ამიტომაც ნახეთ აი ეს ადგილი ღვთის მინდოდა მეჩვენებინა მათეს სახარების მე-18 თავში ქრისტე ამბობს მოუშვით ბავშვები ჩემთან და ნუშლით ჩემთან მოსვლას. და რატომ უთხრა ეს ქრისტემ რომ მოდიოდნენ მშობლები და თოთო ბავშვები ეჭირათ ხელში. დიდი ბავშვები კი არა, თოთო ბავშვები, აი სიტყვა რომელიც ნახსენებია სახარებაში, ნიშნავს თოთო ბავშვს. აი მამას უჭირავს თოთო 2 წლის ბავშვი ხელში, ან 1 წლინახევრის. და უნდათ რომ მიიყვანონ ქრისტესა რომ ხელი დაადოს და დალოცოს. და მოწაფეები უნებიან რომ ნუ მოყავთ, ნუ აწუხებთ მოძღვარს. ქრისტე უნება მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუშლით ჩემთან მოსვლას. და ცნებასავით წერია სახარებაში, გესმის რომ ნუშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლას. აი მშობელმა ეს უნდა იფიქროს რომ ნუშლი ბავშვს ქრისტესთან მისვლას. უკითხე სახარება, ასწავლე ლოცვა, გააგონე ლოცვა. აი რამდენ მშობელს ვთქვია ხოლმე ჩვენთვის რომ ბავშვს რო ესმის რომ მშობელი ლოცულობს, თვითონაც იმეორებს იმ სიტყვებს და ბაძავს მას. კი არ ესმის ჯერ ასე, მაგრამ სწავლობს ამას. და ეს მაშინ ილექება და იცის მან რომ რაღაცა მაღალი, რაღაც დიდია, რაღაც მიუწვდომელია, რაღაცა ყველაზე ძლიერი არსებობს, ღმერთი, რომელსაც უნდა შეევედროს და ხედავს რომ ისი მშობელი ამას აკეთებს. გესმით? აი ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. კიდევ ერთი ადგილი სახარებიდან, რომელიც თქვენთვის მინდოდა მეჩვენებინა. ჩვენ გონია ხოლმე რომ ბავშვებს არ აქვთ ღმერთისგან შთაგონება. ხომ? აი ჩვენ გონია რომ ბავშვს რომ წაუკითხავ, შეიძლება ვერ გაიგოს. ტაძარში მიიყვან, შეიძლება ვერ გაიგოს რა ხდება ამ ტაძარში. გონია რომ ბავშვს არ შეუძლია, ჩვენ გონია რომ ღმერთი ბავშვებთან არ კომუნიკაციას არ ამყარებს. მართლა ასეა? ნახეთ, სახარების ბიბლიაში არის ესეთი მნიშვნელოვანი წიგნი, მეფეთა წიგნი. სამუელ წინასწარმეტყველის ამბავი სადაც წერილია და სამუელს დედას არ ყავდა შვილი. და ღმერთს ევედრებოდა და ღმერთმა მისცა ეს შვილი და შეპირდა სამუელის დედა ხანა ერქვა იმ ქალს, რომ თუ მეყოლება ვაჟი შენ შემოგწირაო და მართლაც რო დაიბადება ეს ბავშვი ძუძუმწოვარაა. ძუძუმწოვარაა და წაიყვანს ტაძარში წარუდგენს და ძუძუს ჭამას რომ მორჩება ბავშვი, რამდენი წლის არის 2 წლის ან 3 მაქსიმუმ ხო? წაიყვანს ამ ბავშვს და დატოვებს ტაძარში. რომ ღმერთს ემსახუროს, იქ გაიზარდოს, ღმერთს შესწირავს.
ეს სხვადასხვა ებრაელების ჯულში იყო, რომ პირველი ვაჟი ეკუთვნოდა ღმერთს, ხოლო ჩობილი იყო, პირველ ჩობილი იყო ღმერთისა. მერე შემდეგ ყველას არტოვებდნენ ტაძარში, რომ გამოესყიდათ, რომ წამოიყვანათ სახში. ქრისტეს გახსოვს, ორი გვირიტი რომ მიიყვანეს და წამოიყვანეს უკან 8 დღის იესო. მაგრამ სამუელი იქ დატოვეს. და ნახეთ რა ხდება ახლა იქ. აი რომ ნახოთ ჩვენ რომ ღმერთი ბავშვებსაც ელაპარაკება. სამუელი იქ რომ დატოვეს, ბავშვიო, ყრმა სამუელიო წერია შემდეგ მესამე თავში, ეს არის პირველი მეფეთას მესამე თავი. ბავშვიან ყრმა სამუელს ეძინა ტაძარში და ღმერთი ეძახის მას. წამოხდება სამუელი და გაიქცევა მღვდელმთავართან. მღვდელმთავარი მოხუცი კაცია იქ ეილი, რომელიც იმას თქო ეძინავს. მღვდელმთავარს ტაძარში ეძინა ძველად. და მივა ბავშვი და ეტყვის, რატომ დამიძახეო? ღმერთი ეძახის. და სამუელმაო ბავშვმა ჯერ არ იცოდა, რომ ღმერთმა შეიძლება დაუძახოს მას. თუ ღმერთი გამოარჩევდა ბავშვს, წინასწარმეტყველს, მაშინ ელაპარაკებოდა. და ელი ეტყვის, მე არ დამიძახია შვილო, წადი დაიძინეო. წავა დაწვება მეორეთაც ეძახის იაჰვე, ღმერთი სამუელს. ისევ გაიქცევა, რატომ ეძახოდიო? და ეს მიხვდება მღვდელმთავარი, რომ სამუელს ღმერთი ეძახის. და ეტყვის, რომ შვილო, მესამეთაც თუ დაგიძახაო, უთხარი, აქავა რუფალო გისმენს შენი მორჩილი, მითხარი რა გინდა. ბავშვზე ალაპარაკი გესმით? და მართლა წავა სამუელი მესამეთად დაუძახებს მას ღმერთი, იაჰვე, ყოვლადწმიდა სამება და ეუბნება სამუელი როგორც დაარიგებ და მან არ იცის ჯერ ღმერთს როგორ უნდა ელაპარაკოს. მაგრამ მღვდელმთავარმა ასწავლა როგორ უნდა ელაპარაკოს ღმერთს და ეუბნება აქავად გისმენს შენი მორჩილი, რა გინდა მითხარი, ბავშვი ეუბნება ღმერთს და ერთი უცხადებს სამუელს რომ ელის გადააყენეს მღვდელმთავრობიდან, რადგან მისი შვილები ურჯულოდ იქცევიან და მართლაც ასე ხდება და შემდეგ მისი შვილები იღუპებიან და დამთავრდება მათი მღვდელმთავრობა. და აი ეს მონაკვეთი რაც გვაჩვენებს ჩვენ, რომ ბავშვებსაც ელაპარაკება ღმერთი. ბავშვებს უცხადებს ღმერთი იმ სიმართლეს და იმ ჭეშმარიტებას, ამიტომ არ უნდა მოვერიდოთ ამას. ჩვენ გონია ხოლმე, როგორც რომ 17 წლისა უნდა შევიდეს უნივერსიტეტში, ხო ესეთი ასეა წესი. ჩვენ გონია რომ 17 წლისამ უნდა დაიწყოს ამის სწავლაც. ასე არ არის. ღმერთი დედის მუცლიდანვე იფარავს შვილს, ბავშვს და შემდეგ მთელი ცხოვრება თოთოობიდან უნდა ვასწავლოთ ეს. ამიტომ არ მოგვერიდოს, აი ამით მინდოდა დამეწყოს საუბარი, რომ არ მოგვერიდოს ბავშვს ეს უნდა ბავშვობიდან, დაბადებიდან, თოთოობიდან ვასწავლოთ. აი არსებობს ასევე საბავშვო ბიბლიები, ხომ არსებობს საბავშვო ბიბლიებიც ბავშვურ ენაზე როა გამოცემული. ისიც კარგია, ჩვეულებრივ ენაზე შეგიძლიათ წაუკითხოთ და მოასმენინოთ და ეს სიტყვები მასში დარჩება. ესეთი კარგი შედარებაა ისიც რომ აიო კითხულობ გესმის, მაგრამ არ გამახსოვრდება არაფერიო, ხო? ხო, აი მოვისმენ, არაფერი არ დამახსოვრდა. აი ესეთი კარგი შედარებაა, მე ერთ ადგილას მოვისმენთ და მეთქვათ, აი როდესაც ბანაობო წყლის ყველა წვეთი ხო არ გახსოვს, სად და რომელი დაგეცა. ხო არ გახსოვს? სად რომელი წვეთი დაგეცა, ხო არ გახსოვს, მაგრამ სუფთა ხო გამოდიხარ იქიდან. აი ზუსტად მასეა ღვთის სიტყვაც. შენ უსმენ, ის შენ ვერ ხვდები როგორ ილექება, ქჩება შენში და გწმენს და გასუფთავებს და გარდაგსახავს და გარდაქმნის. აი ასე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ შვილებსაც. და შემდეგ მე მინდა ანუ ბავშვობიდან. და შემდეგ მე მინდა გითხრათ თქვენ, გიზიაროთ თქვენ გამოცდილება, რომელიც თქვენ საერთოდ ბევრი რამე იცით, მაგრამ მე მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, აი ჩემი აზრით რა არის მნიშვნელოვანი ბავშვებთან ურთიერთობაში. აი მეც ხო ბევრ ბავშვებთან მქონდა შეხება, მე ძალიან ახალგაზრდა აღარა ვარ უკვე, ხო? და რეილში, ნათესავებში თუ საკუთარ შვილებში მქონდა შეხება და აი ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ბავშვობაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, ჩემ საკუთარ ბავშვობაზეც. ბიბლიიდანაც ჩვენ ხო ვიცით როგორ უნდა მოვექცეთ ბავშვებს. აი ჩემი აზრით რა არის მნიშვნელოვანი ბავშვების აზრის დროს? აი თუ გაითვალისწინებთ, მეგონი არ წააგებთ. მეგონი კარგი იქნება და სხვებსაც თუ ასწავლეთ. პირველი, აი რაც მინდა მეთქვა. პირველი რაც ღმერთზე საუბარი ბავშვობიდან ეს გასაგებია. აუცილებლად პატარაობიდან უნდა მოусმინოთ ბავშვს. აი რაც არ უნდა უბრალო, მარტივი, აი შენთვის პრიმიტიული იყოს ის სიტყვა, რასაც ბავშვი ლაპარაკობს,
უნდა მოусმინო ბავშვს და დაასრულებინო ის, რასაც ამბობს. გესმით? აი მოვიდა და რაღაცას გიყვება, ხო? შენ გეჩვენება ხა ის რაღაცა ძალიან უმნიშვნელოდ, პრიმიტიულად გეჩქარება, იქ საჭმელი გასაკეთებელი, ან რაღაცა სამსახურში გეჩქარება. არა უშავს დააგვიანე ის 5-10 წუთი გადადე რომ აი მას იმ აზრის ჩამოყალიბება და დასრულება ასწავლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გესმით? იმიტომ რომ ის არის მისი სამყარო, ის მისი აზრები. რაღაცა განიცადა, რაღაცა გადახარშა მან თავის თავში, ხო? და უნდა რომ ვიღაცას ეს გაუზიაროს, ვიღაცას უთხრას, ხო? შემდგოს არ აცლი მას ამას, გესმის? და ის ამბავი ვერ სრულდება მასში ის ამბავი. მან არ იცის, იმიტომ რომ შენ რომ მას მოусმენ, შენ დაუდასტურებ, ან რაღაცას ეტყვი, ან რაღაცა დასკვნას გააკეთებ, ხო და მასში დასრულდა რაღაც თემა და მან ეს ამბავი გაიაზრა. გესმით? შემდეგ ეს დიდობაში ჩვენ გვაჩნდება დაუსრულებელი აზრები, შეიძლება დავარქვათ ამას და დიდობაში გვაჩნდება ეს დაუსრულებელი აზრები და ვერაც ფიქრს, ვერც აზროვნებას და ვერც საქმეს ვერ ვასრულებ ბოლომდე, ხო? აი გეგმას ვერ მიუყვებით. აი ჩვენ ქართველებს ყველაზე მეტად რა გაგვიჭირს? გეგმით ცხოვრება არ შეგვიძლია. აი ჩვენ არ შეგვიძლია რომ გვიჭირს სპონტანურად ვიცხოვროთ. აი დღეს როგორც მოიტანს, ხვალ როგორც მოიტანს, აი ის რომ ჩვენ რაღაცა გეგმა დავისახოთ, რომ აი თქვა რომ მე მანხვის ბოლომდე ეს სახარება უნდა გავიაზრო. მაგალითად, ხო? დავასრულო, აი ეს ჩემი აზრი, რაც ამას შეეჭიდა, უნდა დავასრულო. არ შეგვიძლია, ხო? ხომ ხშირად წვეთთ ამას, დავიწყებთ მივატო. ეს ბავშვობის ბრალია. როცა ჩვენ აზრებს არ უსმენთ. სკოლაშიც ასე იყო, საბჭოთა სკოლაში, ხომ გახსოვთ? მასწავლებელი როდის გვისმენდა ჩვენ? რამდენჯერ აი ჩემ ბავშვობიდან მახსოვს რომ თავისუფალი თემას რომ მოგცემდა ხოლმე მასწავლებელი, ან ჩვენ აზრს ხანდახან კარგი მასწავლებელი, კარგი პედაგოგი რომელიც იყო, გვეტყოდა რომ ბავშვებო, თქვენი აზრი, აუ გვიხაროდა, რომ აი ჩვენი აზრის გამოთქმა შეგვეძლო, მაგრამ ძალიან იშვიათი იყო ეს. ამიტომაც ჩვენ ეს დიდი ტრავმაა ჩვენში და ამიტომ ჩვენ შვილებს მაინც უნდა აუცილებლად სხვანაირად მოხდეს. ანუ პირველი, დავასრულებინოთ აზრი ბავშვებს. მეორე, ნება. არ უნდა გავტეხოთ ბავშვის ნება. ეს რა არის? ყველა ბავშვს აქვს რაღაცა ეტაპები, როდესაც ის იწყებს თავის გამოვლენას, ხო? აი გერმანულში ტროც ფაზეს რო ეძახიან ამას, რომ აი გეწინააღმდეგება. შენ ეუბნები შვილო, აი ეს ქუდი დაიხურე მაგალითად, ხო? ასე შენ. აი ეს გეუბნება, არა, ეს ქუდი კი არა, ეს მინდა. შენ ეუბნები, არა, ეს უნდა იყოს. თუმცა ის ქუდით შეიძლება დაიხუროს, რა პრობლემაა მაგაში. მაგრამ შენ მიგაჩნია, რომ არა, ეს ჯობია, ხო? ახლა აი ის რომ მას იმ ქუდის დახურვა უნდა იმ დროს, არის მისი ნების გამოხატულება იმ ეტაპზე, გესმით? ანუ 4 წლისაა მაგალითად ბავშვი და გეუბნება, აი შეგდაგიწყო შენ წინააღმდეგება, დაგიწყო დედას რომ არა, მე ეს მინდა. უნდა დაუთმო. შენ უნდა იცოდე, რომ ის იმ დროს უკვე ამჟღავნებს საკუთარ ნებას, გესმით? და თუ შენ ის ნება მას გაუტეხე იმ დროს, ანუ მოერიე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ და დამთავრებულია პიროვნება. დამთავრებულია პიროვნება, ის მე ვერ აზრობს თავის ცხოვრებაში, ვეღარ გაბედავს, რომ ის გააკეთოს, რაც მან გადაწყვიტა, რაც ეს განაცუდია ნება. ქრისტემ როცა ჩვენი ბუნება მიიღო, მან მიიღო ადამიანის ნებაც, ადამიანური ნებაც ჰქონდა მას. ღვთაებრივი ნება ხო იყო მასში? ადამიანური ნებაც იყო. ამიტომ ეს ძალიან ღვთაებრივი რამეა ჩვენი ნების გამოხატულება. ამიტომ უნდა დაუთმოთ ხანდახან. აი ჩემ გამოცდილებიდან გეტყვით, რომ აი ბავშვი ამბობს, რომ ეხლა სწავლის დროა ეუნები, ეხლა უნდა დაჭდე და იმეცადინო. ის გეუბნება, არა, ეხლა არ მინდა. ეხლა მინდა სხვა რამ გავაკეთო, ხო? ნუ ასე უნდა. მე უთხრა, კარგი. კი ბატონო, როგორც შენ გინდა ისე იყოს. 1 საათი აკეთე რაც შენ გინდა, შემდეგ გააკეთე ის რაც საჭირო. გესმის? უნდა გამონახო ეს კომპრომისი, რომ ის მისი ნება არ გაუფუჭო. თორე ძნელია მე ცხოვრება. ეხლა მე მაგალითად დღეს რომ ჩავდივარ შუდგარში სიტყვაზე, ხვალ ვიცი რომ იქ უნდა ჩავიდე და იქ ხალხს რაღაც ღვთის სიტყვა მიუტანო. ეს ჩემი ნების გამოხატულებაც არა. მარტო ის კი არ არის რომ ღმერთი მავალე. მე ჩემი ნებაც უნდა იყოს და ეს ნება რამდენადაც უფრო ძლიერია, ვით უფრო ძლიერია ჩვენი საქმე, ხომ ასე? გესმის და
ბავშვობიდან იზრდება ეს. აი მეფეთა შვილები, მეფეების შვილები, რატომ ახდენდნენ დიდ საქმეებს ხანდახან? ხო? იმიტომ რომ ბავშვობიდან ამ ნებით ცხოვრობდა ის, გესმით? ის მეფის შვილი რახან იყო, უფლისწული რახან იყო, ვინ შეეწინააღმდეგებოდა მას ბავშვობიდანვე? და აი ამ ძლიერი ნებით იზრდებოდა უფლისწული. იმიტომაც შემდეგ რაღაცა დიდ საქმეებს ახდენდნენ ეს დიდებულები და კეთილშობილი ხალხის შვილები და მეფის შვილები. ამიტომ ჩვენ როგორც მეფის შვილები ისე უნდა გავზარდოთ ჩვენი არა კი არ გავაფუჭოთ უწესრიგობით, არამედ ზნება, მისი ნება მივცეთ გასახანი ამას. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მეორედ ეს მინდოდა მეთქვა. მესამე, აი ესე ამ ნებასთან არის კავშირში. ბავშვს, ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალურობა, ხო ასე? და ის იმ საქმეს აკეთებს საკუთარი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ხო? აი ხანდახან, აი მაგალითი დადუგად გასაგებია. აი ლეგო ყველას გინახავთ, ხო? ლეგოს კონსტრუქტორები. ერთ ბავშვს მიყურებია, რომ ერთი ბავშვი აწყობს სხვანაირად და მეორე ბავშვი აბსოლუტურად სხვა გზით აწყობს იმ კონსტრუქტორს, ხო? თუმცა საბოლოო ფიგურა ხო ერთი და იგივე გამოდის, ხო? მაგრამ ერთი აკეთებს ასე, მეორე აკეთებს ისე. ახლა რა ვქნა ჩვენ ამას ვაიძულოთ, რომ ისე გააკეთოს? ხომ არ შეიძლება. თავარია შედეგი მივიღოთ ის რაც, მაგრამ რო უყურებ, აი ცაცია ბავშვებისთვის მიყურებია, აი ცაცია ბავშვებს მიყურებია და ცაციებს სხვანაირი აზროვნება, ხო? ტვინის სახელმწიფოების სხვანაირად აქვს აკეთებული მოწყობილი და ამიტომ ცაციას რო უყურებდი, როგორ აკეთებდა კონსტრუქტორს, მოუვლიდა ამ გზიდან და ყველაფერი სრულდებოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ჩემთვის გაუგებარი იყო ის გზა, მაგრამ ის ასრულებდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ხო? ხო, საოცრება ამის დანახვა, გესმის და შენ შვილში ამას რო ხედავ, პირიქით უნდა გიხაროდეს. და ეს შენიშვნები რომ არა, ეგრე კი არა ასე და ეგრე კი არა ასე, ეს არის განადგურება ბავშვის. არ შეიძლება ამის გაკეთება. და ამას მინდა გადავაკეთო ზუსტად ეს შენიშვნები. აი, რამდენ შობელს ეშლება ეს? აი, დაიწყებს ბავშვი რაღაცის კეთებას და თავზე ადგეხარ მშობელი და ყოველ წუთში შენიშვნა. ეგრე კი არა ასე, ეგრე კი არა ისე, ეგრე კი ნუ გიჭირავს ასე დაიჭირე, არ შეიძლება ამის გაკეთება. ეს არის ბავშვის სატანჯველი. სატანჯველი. მე მახსოვს ჩემმა შვილმა პირველად ძეხვი იყო დაჭრილი და მახსოვს აი რაც იყო ისიც კი მახსოვს და პირველად როცა აიღო ჩანგალი და უნდა ჩაერჭო იმაში, ხო? კაიხანი მოუნდა. მაგრამ უნდა აცალო. აი თვითონ როცა მოახერხებს ჩაარჭობს და მიიტანს პირთან ის არის მისი გამარჯვება, გესმის? ის არის მისი გამარჯვება და ეხლა შენ თუ ჩაერიე, შვილო ეგრე კი არა მოუკიდე ხელი ამ ხელზე და ეგრე კი არა ესე. დაანებე თავი. დაანებე თავი. მან იცის, ის არის ადამიანის სრულყოფილი თავის დაბადებით, როგორც ღმერთმა შექმნა, მან იცის როგორ უნდა მოიხმაროს ეს. იმას დაუნახია, გესმის და ამიტომ ეს ნამეტეს შენიშვნები არის სატანჯველი. არ გააკეთოთ ეს, აი გირჩევთ მე. მე ბავშვობაში მე გამოცდილი მაქვს ეს. ჩემი მშობლებიც ესეთი გადარეული მშობლები იყვნენ და მაწამებდნენ ხოლმე ხანდახან, რომ მე ვიცი რომ იმათ კარგი უნდოდა ჩემთვის და იმიტომ აძლევდნენ ამ შენიშვნებს, მაგრამ მე მინდოდა რომ მე გამეკეთებინა ისე როგორც მე ვაკეთებდი. ხო და ხო არ შეიძლება გავაწამოთ ამით არ შეიძლება. აცალეთ ბავშვს მისი საკუთარი ინდივიდუალურობა. არა უშავს, შეეშლება, მეორეც სწორად გააკეთებს. ის რომ შეეშლება, არაფერი არ დაუშავდება მაგით. რა მოხდა მე? თქვა დაუვარდა ის საჭმელი დაბლა, რა მოხდა მაგით? აი რა მოხდა? აიღე და გადააგდე რა გაღარიბდები მაგითი? მეორედ მიხვდება რომ ის საჭმელი აღარ უნდა გადაუვარდეს, ხო? აი ეს ასე იზრდებიან სრულყოფილი ადამიანები და მე მგონი რომ არ უნდა ჩავიდინოთ ეს ცოდვა ბავშვის წინაშე. მესამე, თავმოყარეობა და ღირსება. აი ეს მინდოდა ძალიან რომ კიდევ გავამეყოთ ცალკე. ყველა ადამიანი იბადება ადამიანური ღირსებით. ადამიანური ღირსებით იბადება ყველა. ამიტომ ჩვენ ბავშვობიდანვე ბავშვს უნდა მოვექცეთ ღირსეულად. აი, როგორც აი წეგა რატო ვახსენე უფლისწული. შენი შვილი უნდა იყოს შენთვის უფლისწული. გესმის? და მეფის ასული. შენ მას უნდა მოექცე აი ღირსებით ისე როგორც ექცევიან ადამიანს, დიდ ადამიანს. აი, ამას ახლავს თან უღირსი სიტყვა, ხმამაღალი სიტყვა, შეურაცხყოფელი სიტყვები, ხო ხანდახან მე გაწუნებული ვარ თქვენ მაგას არ აკეთებთ, მაგრამ აი ხანდახან წამოწდება მშობელს რაღაცა ცუდი შეურაცხყოფელი სიტყვა, ან თასფლად უბედურება, ხელით შეხება, ფიზიკურად
ცემა რო იციან, ან წამოთაქება რო იციან, ან თავზე წამორტყმა რო იციან, არ შეიძლება ამის გაკეთება. ეს არის ის, რაც ბავშვს ღირსებას უკლავს, ოღონდ ის ბავშვობიდან ამას ჯერ ვერ ხვდება, რომ ღირსება უზიანდება და ეჩვევა აი ამ დამოკიდებულებას. გასმით და ეს რას იწვევს საბოლოოდ იცით? როცა გაიზრდება თვითონ ან გაბოროტდება და სხვებს გაუკეთებს ამას. ან დაჩაგრული საწყალი ადამიანი იქნება და ყოველთვის სხვისი მსხვერპლი იქნება. იმიტომ რომ ის მიჩვეულია ამ უღირს დამოკიდებულებას. ან თვითონ გახდება გაბოროტდება, უჩათრობილი გახდება და სხვებს გაუკეთებს იგივეს. ყველა ორივე შემთხვევა საშინელებაა ქრისტიანისთვის. გესმით? ამიტომ ბავშვობიდან აი არასოდეს ბავშვს არც უნდა უღირსი სიტყვა უთხრა, არც ცემაზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი, აი ხანდახან ახსარებაში წამოვმე ხოლმე ადამიანები რომ აი წამოარტყა, გაარტყა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამეა. ხო? შენ წარმოიდგინე შენი თავი რომ შენ გაგარტყას ვინმე სახეში. აი წარმოიდგინე შენი თავი. იგივე ზუსტად ისევე გაიცდის ბავშვი, განიცდის და უფრო მეტად განიცდის ბავშვი. ამიტომ ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია. და კიდევ ერთი ბავშვისთვის ავტორიტეტი. ეს ჩვენ გვითხოვს ქადაგებაში, მაგრამ შეიძლება ზოგს არ გაუდგია და მინდა გავიმეორო ისე. ავტორიტეტი ბავშვისთვის. ხო? ბავშვს ყავს ერთი ან ორი ბეცუქს პერზონ ქართულად როგორ არის? ადამიანი, ვიზეც დამოკიდებულია ის. ვისი გავლითაც ის აღიქვავს სამყაროს. ვინ არის პირველ რიგში დედა, რა თქმა უნდა, ეს, იმიტომ რომ ის მუცელში იყო ბავშვი და მე როცა წამოიზრდება მამას უყურებს და ხედავს რომ ის ერთნია, დედა და მამა ერთია, ეს არის მისი დამოკიდებულების ადამიანები. ანუ სამყაროში გადის მათი გავლით, ხო? და ხშირად ხდება ისე რომ აი ეს ავტორიტეტი ირღვევა. ირღვევა როგორ? აი მაგალითად მოსიყვარულე ბებია ყავს სახლში და მშობლები რო უნებიან შვილო ეს არ შეიძლება, ბები ეუბნება რომ შეიძლება, მე მოგცემ შენ, აი მე მოგცემ. მაგალითად ბებია დაუძახებს და მისცემს ტელეფონს, იმიტომ რომ შოლებისგან აკრძალულია, ბებია მისცემს ტელეფონს და ეს ბავშვი დაждდება ბებიასთან და თამაშობს. დედამ კი უთხრა რომ არა შვილო, არ შეიძლება თელი დღე ტელეფონზე თამაში, მაგრამ ბებიამ რა ქნა? ბებიამ დედის ავტორიტეტი დაარღვია. გააფუჭა. გესმის? და ეხლა ამ ბავშვისთვის ეს დედა კი ამ თავარი, მაგრამ აღარ იცის კაცო, ეს ბებიაც უყვარს. ისეც ხედავს რომ ოჯახის წევრია, ხო? ვის რომელია რა არის კანონი, აღარ იცის ბავშვმა, ხო? და დაიმსხვრა, დაინგრა. ან მამა ეუნება სხვას, ვიდრე დედა ეტყვის, ხო? და ეს ჩვენ არც კი გვესმის, რამხელა ზიანს ვაყენებთ ამ დროს ბავშვის ფსიქიკას. რამხელა ზიანს. იცით რატომ იცით რომ ჩვენ ხომ ავტორიტეტებით ცხოვრობთ. აი მითხარით რომელმა არ გავაკეთეთ რამე ვიღაცის დანახვის გარეშე. პალტოც რაც გაცვია და ფეხაცმელიც რაც გაცვია ვიღაცასთან დაინახე, შენ და იმდენ მოგინდა, ხო ესე იყო? შენ დაინახე სადღაც ყველაფერი ის რაც გაცვია, ან რასაც აკეთებ და ამიტომ ავტორიტეტებით ცხოვრობს ადამიანი. ადამიანს სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლია, ხომ ასეა? ამიტომ ზოგიერთი ადამიანი კანონით ცხოვრობს და ზოგიერთი ადამიანს არ შეუძლია ამ კანონის მორჩილება. ზოგს ისიც კი არ შეუძლია შეამჩნიოს, აი მაგალითად რა არის კარგი. ან რა არის მისაბაძი, ხო გინახავთ ესეთი ადამიანები. აი მე მინახავს ადამიანები ისეთები, რომლებმაც არ იცის რას მიბაძოს. აი რა არის კარგი არ იცის. რაც შემთხვევით რაც მის ხელთ მოხდება, იმას აიღებს და გამოიყენებს. იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ აი ზუსტად ის რაცაც უნდა დამორჩილებოდა, რაც უნდა შეემჩნია, რაზეც უნდა მიკედლებოდა და ეთქვა რომ აი ეს არის სწორი, აი ამას გავყვები, იმიტომ რომ ენდობა ის მოუკლეს, დაუნგრიეს და აღარ იცის რას დაემორჩილოს. თლა თუ არის დასასრული იმას აქვს ხოლმე ამას რომ კანონსაც ვეღარ ემორჩილება ადამიანი, ხო? კანონს ვეღარ ემორჩილება და არ ღვევს კანონს, მოხდება ციხეში, ათას საშინელებას გადაეყრება, ეს ყველაფერი იწყება ბავშვობიდან და ნუ გავუკეთებ ჩვენ შვილებს ამას. ხანდახან იცით, მშობლები ჯობია შეთანხმდნენ ამაზე. შეთანხმდნენ რომ კარგი, არ გეთანხმები მე შენ, მაგრამ მოდი შვილს რომ ერთი დავანახოთ ავტორიტეტის სახში ვინ არის, ერთი ვიყოთ ამ აზრზე და რომ ბავშვი არ დავაზიანოთ. ხვდებით? აქედან იწყება ბევრი თავარი. აღარ ღმერთი აღარ არის მისთვის არაფერი ბოლოს. გესმით? მისი ღმერთი ბავშვობაში, პატარაობაში ბავშვის ღმერთი ვინ არის? მშობელი.
მშობელია მისთვის ღმერთი რომ მისგან სამყაროს მისი შემქმნელიც ის არის მშობელი რა თქმა უნდა მისგან გაჩნდა მაგრამ სამყაროს ხო მისგან აღიქვავს ეს ბავშვი ხო ისე როგორც ადამი და ევა ხო ღმერთი ასწავლიდა მათ იმ ედემის ბაღში პირველად ხო ღმერთი იყო მათი მშობელი აი როგორც ღმერთი იყო მათი მშობელი და ის უნდა ყოფილიყო მათი ავტორიტეტი ერთადერთი ასე არის მშობელი და შემდეგ რწმენაც უჭირს ასეთ ადამიანს ვერ ემორჩილება ღვთის სიტყვა მისთვის არაფერი არ არის იქ ვიღაცა სხვა რაღაცას ეთქვის და იმ წუთში გადაუხვევს ამ გზიდან ამიტომ მშობლები ნუ გავაკეთებთ ამას მშობლები ნუ გავაკეთებთ ამას რომ აი ის ერთი ავტორიტეტი ყავდეს ბავშვს და კიდევ ერთი კითხვა ამისთვის ამაზე მამა იქნება თქვენ ესეც გაითვალისწინოთ უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებსო როგორ მოვექცეთო აი გერმანული იციან უფრო კარგად ვიდრე ქართულიო და აი ხანდახან ჩვენ მშობლებსო გაგვიკითხავენ ამის გამო რომ შვილებს რატო ვერ ასწავლეთ ქართულიო და რა ვქნათო ამაზე იქნება ამაზე ესეც გამოვყოთ ეს საკითხიო ჩვენ ამას იცით დაუძლეველი პრობლემაა ეს ხშირად დაუძლეველი პრობლემაა იმიტომ რომ უცხოეთში ვინც იზრდება ის ბავშვი ის ორენოვნად იზრდება თუ სახში ქართულად ლაპარაკობენ და გარეთ გერმანულია მისი სალაპარაკო ხო და შეუძლებელია რომ ქართულმა კონკურენცია გაუწიოს გერმანულს რადგან ის განათლებას იღებს გერმანულს ხომ ასეა განათლებას მარტო უნივერსიტეტს არ გულისხმობ ბაღში რომ მივა ბავშვი იქიდან იწყება მისი განათლება ხო და ბაღში რომ მიიყვან 8 საათზე და საღამოს 5-ზე წამოიყვან მთელი დღე გერმანულ სამყაროშია მე ქართულ ბავშვებს ვინც გერმანიაში იზრდება ხშირად ვეკითხები ხოლმე შენ რა ენაზე ფიქრობ მეთქი რას მეუნებიან როგორ გონიათ გერმანულად ფიქრობ ხო ხანდახან ჩვენც კი მივეჩვიეთ გერმანულად ფიქრობ 24 წელი აქ ვართ უკვე და ბავშვები მეუნებიან ხოლმე რომ მამაო მე გერმანულად ფიქრობ რა უყოთ ახლა ამას რახან ჩვენ ავირჩიეთ ის რომ წამოვედით აქ და აქ დავიწყეთ ცხოვრება ქართული ენა რა თქმა უნდა ვასწავლოთ და სახში მაინც ქართულად უნდა ველაპარაკოთ მათ რომ სალაპარაკო ქართული იცოდნენ და შემდეგ შეიძლება თუ გააღრმავონ ეს ქართული წიგნების კითხვით საქართველოსთან ურთიერთობით მაგრამ ჩვენ ამას კონკურენციას ვერ გავუწევთ იმიტომ რომ რაღაც წარმოიდგინეთ უნივერსიტეტში სწავლობს 18 წლის ახალგაზრდა ჩვენი შვილი ხო და იქ რა საკითხებზეც ისინი გერმანულად ლაპარაკობენ შენ იმას ქართულად როგორ უნდა ასწავლო ის ალბათ მითხარ როგორ სამედიცინო მაგალითად საკითხები ქართულადაც უნდა გაატარო როგორც გერმანულად გადის ეს შეუძლებელია მაგრამ ამიტომ მე მასწავლობ რომ ქართული ჩვენთვის ძვირფასი ენაა სახლში ქართულად უნდა ველაპარაკოთ რომ სალაპარაკო ქართული იცოდნენ შეეძლოთ კითხვა ურთიერთობა მაგრამ თუ გერმანულს ვერ დავეწევით ეს ტრაგედია და კატასტროფა არ არის და არც ამის გამო არავინ არ უნდა გამიკითხოს ჩვენ თავარია რომ ჩვენი შვილები კარგ ადამიანებად გაიზარდნონ გერმანიაში ილაპარაკოს გერმანულად უფრო მეტად მაგრამ იყოს კარგი ადამიანი უყვარდეს საქართველო უყვარდეს თავის ფესვები იცოდეს რომ მისი სამშობლო იქ არის მე მოვა დრო რომ კაცო გერმანული ისწავლეთ და ქართულს ვერ ისწავლიან ჩვენი შვილები როცა მოვა მაგის დრო ამიტომ ეს არ არის ტრაგედია და ბოლოს კიდე ერთი საკითხი და ამით დავასრულო ნახეთ სექსუალური აღზრდის საკითხები სქესობრივი საკითხები ყველაზე მეტად ესაც უხებთ კიდევ ხოლმე მშობლებს რომ აი 7 წლის რო იყო ბავშვი და 6 წლის ეს საკითხი არ არსებობდა სადაო ხო არაფერი სადა აქვს ბავშვს ახლა ეს პრობლემა და გახდათ 15-ის, გახდათ 16-ის, გაუჩნდა შეყარებული, ვიღაცა მოსწონს, ვანქანაში რო გიზის, დაინახე რომ თვალი გააყოლა გოგოებს ბიჭმა, ხო? ნუ ატყობს შე რომ გაუჩნდა მას ეს ინტერესი, ხო? ზოგიერთს უფრო მეტად გამოხატული აქვს ეს ინტერესი, ზოგს შეყარებული წყავს უკვე და მშობელი დაარდობს რომ აი რა ვქნა, მე არ ვიცი 16 წლის ბავშვი აღარ არის მოზარდი უკვე დიდია და ყველაფერში ვერ გააკონტროლებ, ხო, გარეთ არის გასული. მე არ ვიცი ამ მშობელი რამდენად ახლოს არიან ისინი ერთმანეთთან. რა ურთიერთობა და დაარდობს ადამიანი ამაზე, ხო? ჩვენ უნდა მაინც ჩვენ შვილებს უთხრათ და ასე უნდა ვასწავლოთ. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ სქესობრივი ურთიერთობა ანუ სექსუალური ურთიერთობა როგორც დღეს აჯახიან, იგივე რაც სქესობრივი ურთიერთობა განკუთვნილია მხოლოდ ქორწინებაში. ეს როგორც დოგმატი, ისე უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს. ისმით? სქესობრივი სიახლოვე და ურთიერთობა ქორწინებისთვის შექმნა ღმერთმა. როცა ცოლ-ქმარი არიან ქალი და კაცი, მხოლოდ მაშინ აქვთ მათ ამისი უფლება. ისმით?
კი მე ვიცი რომ დღევანდელ სამყაროში და ევროპაში ჩვენ ყველამ ვიცით რომ ასე არ ხდება. აი მის მეგობრებს ყავთ ფროინდები თუ ფროინდინები, ის იმადი თავისუფლად ცხოვრობენ. ეს ახლა ფიქრობს რომ რაღაც იმათთვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატომ არ შეიძლება? არა, ქრისტიანისთვის ასეა. ის რომ გაიზრდება, თვითონაც თავადაც მიხვდება, შვილები რო ეყოლება, ის თავადაც მიხვდება რომ ასე ჯობია. რომ შექმნას ოჯახი, გათხოვდეს, ცოლი მოიყვანოს და შემდეგ განიცადოს ეს ურთიერთობა, ვიდრე ის რომ როგორც დღეს ხდება ხოლმე, ვთქვათ, უყვარს, ვეღარ ითმენენ, ერთად არიან, ერთად დაიწყებენ ცხოვრებას, სამი თუ ერთად იცხოვრებენ, მერე დაშორდებიან, შეიძლება არც დაშორდნენ უფრო დიდ ხანს, მერე სხვა შეიძლება სხვა იყოს. ეს არ არის ქრისტიანისთვის კარგი ცხოვრება. ეს ასე არ შეიძლება. ამიტომ ჩვენ ბავშვებს ჩვენ ეს უნდა უთხრათ. მე არ მერიდება, მე ასევე უნები ხოლმე ბავშვებს. აი ვის მოზარდები ვინც ჩემთან მოსულან, მათთვისაც მეთქვია. შვილო, მე მესმის რომ გიყვარს. მე მესმის რომ გინდა მასთან ერთად იყო, ვეღარ ითმენ რომ არ შეხვდე, მაგრამ შენ გახსოვდეს რომ ის სიახლოვე, რაც სქესობრივი სიახლოვე არის უმაღლესი ხარისხის სიახლოვე, ძალიან ღრმად შედის ეს ჩვენში, ძალიან ღრმად. კითხეთ კაცებს ან ქალებს, პირველი სიყვარული თუ ახსოვთ? ყველას ახსოვს. კითხეთ ვინმეს ადამიანებს თუ ახსოვს პირველი სექსუალური ურთიერთობა? ყველას ახსოვს. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ ახსოვს მისი პირველი სექსუალური გამოცდილება. რატომ? რომ ძალიან ღრმად შედის ის პირველი მასში. ის განცდა, გესმით? ის არ ავიწყდება ადამიანს. და რომელი ჯობია შენი ცოლი ან ქმარი, რომელიც თან ცხოვრობ, რომელთანაც შვილები ყავს, შენი პირველი როა იცი თუ რო იცი რომ შეიძლება მას მანამდე სხვა გამოცდილება ჰქონდა, რომელი ჯობია? რა თქმა უნდა, პირველი ჯობია. ჯობია. მაშინ სულ სხვანაირი სიახლოვეა თქვენში, სულ სხვანაირი გამისარი სიყვარული, სულ სხვანაირი ერთგულება, იმიტომ რომ თქვენ ხართ ერთმანეთისთვის, აი როგორც ადამი და ევა. ხო პირველი ადამიანები იყვნენ ერთმანეთთვის, ხო პირველი ქალი და პირველი კაცი იყო, ხო? შენ იცი რომ თქვენ ერთმანეთთვის პირველნი ხართ. გესმით? ახლა მე ესე არ გამომივიდეს რომ ვიღაცას განვიკითხავ. მე ვიცი რომ ძნელი ადამიანები ვერ ვაწყობთ ურთიერთობებს, გვეშლება და ასე არ ხდება, მაგრამ ჩვენ იდეალი რა არის, ხო უნდა ვიცოდეთ. ხო უნდა ვიცოდეთ და შვილებს მაინც ვასწავლოთ. თუ ჩვენ არ გამოგვივიდა ეს და ვერ შევძელით ეს, ხო? ხომ შეიძლება რომ ჩვენ ახ გაზრებული გვაქვს და შვილებს მაინც უთხრათ, რომ შვილო, აი იყავი მანამდე მარტო და ასე ვთქვათ მოითმინე მანამდე სანამ ნახავ იმ ძვირფას ერთადერთ საყვარელ ადამიანს, ვისაც გადაწყვეტ რომ მთელი ცხოვრება ერთად იყო, შენი ცოლი იყოს, შენი ქმარი იყოს და მასთან განიცადე ეს პირველი ბედნიერება, რომელსაც ქვია სქესობრივი ურთიერთობა. ეს ბედნიერება, ამაში არაფერი ცუდი კი არ არის. ღმერთმა სქესობრივად შექმნა ადამიანი. ადამს და ევას 64-ის ბაღში, ედემის ბაღში სქესი ჰქონდათ. სქესობრივი განცდა მათაც ჰქონდათ, ხო? აი, ხშირად გითხოვს ხოლმე რომ ადამმა რო დაინახა პირველად ევა, ღმერთმა რო შექმნა მისგან ევა, რა თქნა ადამმა, რა დაიწყო? ლექსების წერა დაიწყო. შეუყვარდა. ეს კი ზვალია, ზვალთა ჩემთაგანი, ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, მღერის ადამი, აი, როგორც ზურიკელამ რო ლექსების წერა დაიწყო, ნუბაძის ზურიკელამ, ისე დაიწყო ადამმა, დაიწყო ლექსების, მღერის რო შეყვარებული გახდა. პირველი ქალი რო დაინახა მის ცხოვრებაში, პირველი ქალი შეუყვარდა და ბედნიერება იგრძნო მასთან და დაიწყო ესეთი პოეტური გახდა ადამი, გესმით? და ეს ბიბლია გვეუბნება ამას, რომ ასე ჯობია. და ჩვენც, ვინც გადავწდით ახალგაზრდობას, 20 წლის აღარა ვართ და წავედით ცოტა იქიდან, ასე ყველა ხვდებით რომ ეს ასეა. ხო ხვდებით ყველა, ვიცით რომ ეს ასეა. ახალგაზრდობაში ამას ვერ ვიღებთ. ახლა მეც რო 18 წლის რო ვიყავი, მე სხვანაირად ვფიქრობდი. ბევრ რაღაცაზე ვფიქრობდი, რომ აი გინდა გამოსცადო, გინდა რომ განიცადო, იქაც მიხვიდე, აქაც მოხვიდე და მე კი ვიცოდი ჯული რას გეუნება, მაგრამ რაღაცნაირად შენი სხეული ისეთია, რომ ამას ბოლომდე ვერ იაზრებ. მაგრამ რაც უფრო ასაკი გემატება, ხვდები რომ ღმერთმა რაც თქვა, ის სწორია. ის მართალია და ამიტომ ჩვენ შვილებს მაინც ვასწავლოთ ეს, ხო? აი სკოლაში კიდევ ხანდახან თქვენ იცით სამყაროს სული დღეს როგორია რომ შემოვიდა ეს სწავლება რომ შეიძლება კაცის და კაცის ურთიერთობასაც ქორწინება დავარქვა ერთნაირ სქესიანად ან ქალის და ქალის ურთიერთობას ქორწინება ერქვას ხო ვიცით ეს და ჩვენი შვილებიც ამისი გაწოდების ხერპლნი არიან ხო
სკოლაში ესმით ეს რომ არა, ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენ შვილებს რომ ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა უთხრათ რომ ღმერთმა ასე არ ინება შვილო. მე ასე ვეუბნები ხოლმე. არ არის შვილო ეგრე, კი გეუბნებიან ის ვიღაცეები მაგას შეიძლება, მაგრამ ღმერთის ნება ეს არ არის. აი, აჩვენეთ რომ ადამი და ევა, ქალი და კაცი შექმნა ღმერთმა და აკურთხა ინაყოფიერეთ და გამრავლდით, იყავით ბედნიერნი და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, ხო უთხრა? უთხარი შენ შვილს რომ არა შვილო, კი გეუბნებიან მაგას დღეს ვიღაცები ვინც გუშინ მოიგონეს ეგ და მოიფიქრეს, მაგრამ ღმერთის ნება ეგ არ არის. და უთხრა, ქორწინება არის ერთ ქალს და ერთ კაცს შორის, მხოლოდ და მხოლოდ. და ის რაც მათ მოიფიქრეს, ის მათთან იყოს. ჩვენს ვერც ეკლესიაში, ვერც სარწმუნოებაში ამას ვერ შემოუშვებთ. არ მივიღებთ ამას. ჯერჯერ შვილებს იმასაც ვეუბნები ხომ ყოველთვის რომ შვილო შენ იცოდე რომ ესეთი თუ არის ვინმე, შენ არ უნდა დაჩაგრო ის, არ უნდა შეურაცხო, არ უნდა სცემო, არ უნდა ვთქვათ რაღაცა შეუქმნა ტანჯვის მდგომარეობა, მაგრამ შენ უნდა იცოდე რომ ის რასაც აკეთებს, მისაღები ჩვენთვის ის არ არის. იმიტომ რომ ბიბლია ღმერთის სიტყვა ამას არ გვეუბნება, არ გვეუბნება. ამიტომ არ მოგერიდოთ ამის თქმა. გესმით? არ უნდა მოგვეხათროს. ღმერთის სიტყვის პატივისცემა გვმართებს, ვიდრე ადამიანების აზრების პატივისცემა. აი ეს არის დასასრული ამ ყველაფრის და ბოლოს ამით მინდა დავასრულო, იცით? იმედი უნდა მივცეთ ჩვენ შვილებს. აი დამიჯერეთ. ეს არის ყველაზე დიდი რამ. მე მახსოვს ჩემი ბავშვობიდან ყველა შექება, რომელიც კი უთქვათ ჩემთვის. აი დაიმახსოვრეთ, აი ეს დასასრული რასაც ვამბობ. მე მახსოვს ყველა კეთილი სიტყვა, რაც ბავშვობაში ჩემთვის ვინმეს უთქვამს. ყოჩახ, რა კარგად გაიტანე გოლი მაგალითად, რო უთქვამთ, ის ბიჭი მე მახსოვს. მახსოვს აი დიდი ბიჭებთან ერთად თამაშობდი ხოლმე პატარები რო ვიყავით და ერთხელ პასი მომცეს იქ, სადაც არ უნდა მოეცა, წესით ჩემთვის პასი არ უნდა მოეცათ, იმიტომ რომ პატარა ბიჭი ვიყავი, მათთან ნახევარი ასაკის ვიყავი და გავარტყი და გავიტანე. და რომ მენდნენ და ჩემაქეს დღემდე მახსოვს ვინ იყვნენ ისინი. ეს იმედი მომცეს რომ მე შემიძლია. მე შემიძლია. დიდ ბიჭებთან კი თამაშობდი, მაგრამ შემიძლია. ამიტომ შვილებს უნდა მივიცეთ იმედი. და თუნდაც ვერ შეძლონ, თუნდაც მარცხი ქონდეთ, თუნდაც ცუდი ნიშანი მიიღონ, თუნდაც არ გამოუვიდეთ, უთხრათ, არა უშავს, შვილო, გამოგივა. შენ შეძლებ. შენ შეგიძლია ეს. იცოდე, ერთხელ არ უშ, მეორეც თადე, მესამე, ეს აცოცხლებს ბავშვებს. ეს ჩვენ შვილებს აცოცხლებს და ეს აძლევს სიცოცხლის ძალას. გესმით? აი, მე თუ რამე სიცოცხლის ძალა მაქვს დღეს, იმის გამო რომ ვიღაცა კეთილმა ადამიანებმა მომცეს მაშინ იმედი რომ მე შემიძლია ის რაც სხვა შეუძლია. ამიტომ აი არ დათრგუნოთ შვილები იმის გამო რომ რაღაცა არ გამოუვიდა. თუნდაც დღეს ცუდი ნიშანი მიიღო სკოლაში, ეს რა მთელი ცხოვრებაა? 5 წლის შემდეგ ვიღას ემახსოვრება ის რომ იმ დროს რაღაცა წარუმატებელი ხო არავის არ ემახსოვრება. მაგრამ ის რასაც ჩაასობ შენ იმ გალანძღვით ან იმით უიმედობით ან შენი ბრაზით იმას ვეღარ ამოიღებ იქით. იმითია კარგად თავისუფლდი იმისგან ბავშვი, ხო? ხო? ჩემი შვილი ცუდნიშანს რომ მოიტანდა ხოლმე სახში, მე მეუნებოდა ხოლმე რომ მოდი რა შენ მომიწერე ხელიო, იმიტომ რომ ეშინოდა რომ გაუბრაზდებოდნენ და მე მეუნებოდი არა უშავს, არა შენ ხო შეგიძლია გამოასწორო მეუნებოდი. შენ ხო შეგიძლია უკეთესი გააკეთო. კი აუგებოდა ეს მართლაც გამოასწორო. მართლაც არასდროს არ მიჩხუბია და არასდროს არ გამილანძღია რამე შემი შვილი როცა მიუღია ცუდი ნიშანი. მაგრამ და ამიტომაც ცოცხლობდა და შეეძლო რომ შეჭიდებოდა იმას რაც უფრო დიდია და გამოვადგინებაც. ამიტომ ეს იმედი მივცეთ ჩვენ შვილებს. აი სულ ეს იყო რაც მე მინდოდა მე თქვა თქვენთვის. ბოდიშს გიხდით შეიძლება ბევრ რამე თქვენ თუნდაც იცოდით, მაგრამ გაგიმეორეთ მე კიდევ ერთხელ და ამას ალბათ გამოვაქვეყნებთ კიდე და მე შეგვიძლია კიდევ ვნახოთ. კიდე შეიძლება ვისაუბროთ თუ რამე ზოგი რამ დაუსრულებელი გაუგებარი იყო და შეგვიძლებინოს ღმერთმა არა მარტო ჩვენი შვილები, ჩვენ ბავშვებთან გვიწევს ყველა შეხება, ხო? ხო? ბავშვები ჩვენს გარშემო სულ არიან და აი ბავშვებთან ურთიერთობა როგორ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ქრისტიანებმა. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა. მადლობა თქვენ. ვინმე რამის თქვა გიდო, რაღაც თქვა გიდო და ხო შეიძლება?